ეს ომი რუკაზე უბრალოდ მონიშნული საზღვრები არ არის. ეს არის მილიონობით ადამიანის ბედი, ქალაქები, რომლებიც ერთ დღეში შეიცვალა და კონფლიქტი, რომელმაც ევროპის უსაფრთხოების წარმოდგენა თავდაყირა დააყენა. უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე წლებია გრძელდება. ის აღარ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს დაპირისპირება. ეს არის ისტორია, რომელიც ახლა იწერება, ჩვენს თვალწინ, რეალურ დროში. და სწორედ ამიტომ ჩნდება მთავარი კითხვა. როგორ მივიდა ევროპა ამ წერტილამდე? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და საკუთარი გზის ძებნა დაიწყო. ქვეყანა აღმოჩნდა ორ ძალას შორის. ერთ მხარეს ევროპული ინტეგრაციის სურვილი, მეორე მხარეს რუსეთის გავლენა და უსაფრთხოების შიში. ეს არჩევანი მარტივი არასოდეს ყოფილა. წლების განმავლობაში უკრაინა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზონად იქცა, სადაც პოლიტიკა, ისტორია და იდენტობა ერთმანეთში არიან. დაძაბულობა იზრდებოდა ჩუმად, მაგრამ მუდმივად. 2014 წელი გარდამტეხ მომენტად იქცა. დაიწყო ტერიტორიული კრიზისი და აღმოსავლეთ უკრაინაში არასტაბილურობა დამკვიდრდა. მომდევნო წლებში კონფლიქტი თითქოს ჩერდებოდა, მაგრამ რეალურად არასოდეს დასრულებულა. ზავები ირღვევოდა, ნდობა იკარგებოდა და დაპირისპირება ღრმავდებოდა. ეს იყო გაფრთხილება, რომ პრობლემა დროებით კი არა, ფუნდამენტურად იყო გადაუჭრელი. 2022 წელს ეს დაძაბულობა აფეთქდა. დიპლომატია ჩაიშალა და კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები სწრაფად გავრცელდა. დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა ქალაქები, საცხოვრებელი უბნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განადგურდა ენერგოსისტემები, დაზიანდა გზები, ხიდები და სატრანსპორტო კვანძები. არსებული შეფასებებით, ომის დაწყებიდან მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვა საკუთარი სახლი. ზოგი მეზობელ ქვეყნებში წავიდა, ზოგი კი საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილდა. ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იძულებითი გადაადგილება თანამედროვე ევროპის ისტორიაში. მაგრამ ომის შედეგები მხოლოდ ფრონტზე არ ჩანს. ათასობით ქალაქი და სოფელი ნაწილობრივ ან სრულად განადგურდა. დაზიანდა საავადმყოფოები, სკოლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს. ეკონომიკური ზარალი ასეულობით მილიარდ დოლარად ფასდება. ქვეყანის აღდგენა კი წლების, შესაძლოა 10 წეულობის საკითხია. ეს კონფლიქტი სამხედრო ჩარჩოებს გასცდა და სრულმასშტაბიან ჰუმანიტარულ და სოციალურ კრიზისად გადაიქცა. ომის გავლენა უკრაინის საზღვრებსაც გასცდა. გაიზარდა ენერგეტიკული ფასები, შეირყა მიწოდების ჯაჭვები და ბევრ ქვეყანაში ინფლაცია დაჩქარდა. ევროპაში შეცვალა უსაფრთხოების აღქმა. ქვეყნებმა დაიწყეს თავდაწვის პოლიტიკის გადახედვა, რაც წარსულში თითქმის წარმოუდგენელი იყო. საერთაშორისო დონეზე გაძლიერდა სანქციები, ფინანსური და მილიტარული მხარდაჭერა და უკრაინის ომი გლობალური პოლიტიკის ცენტრში მოექცა. დღეს ომი კვლავ გრძელდება. ფრონტის ხაზები იცვლება, მაგრამ მშვიდობის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნოვანია. მიმდინარეობს დიპლომატიური მცდელობები, თუმცა შეთანხმების მიღწევა რთულია და პროცესი ნელა ვითარდება. ყოველი დღე ახალ მსხვერპლს, ახალ რეალობას და ახალ კითხვებს აჩენს. და ისევ ვუბრუნდებით მთავარ კითხვას. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და რა ფასად დასრულდება? პასუხი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია. უკრაინის ომი ისტორიაში დარჩება როგორც კონფლიქტი, რომელმაც შეცვალა ევროპის უსაფრთხოება და მსოფლიო წესრიგის აღქმა. ეს აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ისტორია. ეს არის გამოცდა მთელი საერთაშორისო სისტემისთვის. ისტორია ჯერ იწერება.